ამერიკაში ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით მეკითხებით ხოლმე ხშირად, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც ჩამოსვლა და დარჩენა აქვს სურთ ექიმი რო დაგვჭირდეს, მერე რა ხდებაო. გეტყვით რომ ჩამოხვალთ თუ არა, შეგიძლიათ რომ 10 დღეში გქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა. წასვლაც არ გინდა არსად, რეკავ კონკრეტულ ნომერზე სადაზღვევოში და სახლში მოგდეს ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი. მათ შორის მნიშვნელობა არ აქვს შენ ლეგალი ხარ თუ არა ლეგალი, თუ ხარ უბრალოდ ადამიანი, რომელიც სუნთქავ, ცოცხალი არსება, გააქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, სრულიად უფასო, რომლითაც ნებისმიერი მომსახურება, სამედიცინო მომსახურება არის უფასო და ნებისმიერი წამალი, რაც კი შეიძლება გამოგიწეროს ექიმთან და რეცეპტით რომ იხვალ აფთიაქში, არის უფასო. რაღაც გარკვეული შემოსავლის შემდეგ, როდესაც წლიური კარგი შემოსავალი გაქვს, ეს დაზღვევა შეიძლება გახდეს ფასიანი, მაგრამ ეგეც რაღაც მიზერული თანხა არის, თუ არ ვცდები $35 იხდი ექიმთან ვიზიტში და იმ წამალშიც რაც შეიძლება რომ დაგჭირდეს $2 თუ რაღაც. მოკლედ აქ ადამიანს თუ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ფულზე არ დაარტყობს, იმიტომ რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ამას და ყველაზე მეტად ერთ-ერთი საკითხი არის ეს, რაც ძალიან მშურს ამერიკელების და რაზეც ძალიან ნერვიულობს საქართველოზე, იმიტომ რომ ადამიანები ფიზიკურად იღუპებიან, ან ადამიანი ვერ მიდის ექიმთან საქართველოში, იმიტომ რომ არ აქვს ფული, ან შეიძლება დაჭირდეს ისეთი სამედიცინო მომსახურება, მაგალითად ოპერაცია, რომ ფიზიკურად არ აქვს ამის საშუალება, ადამიანები იღუპებიან, ან შეიძლება კარგ შემთხვევაში კარგმა საზოგადოებამ გადაარჩინოს ეს ადამიანი. მოკლედ იმედია რომ ყველა ვიცხოვრებთ ისეთ გარემოში, სადაც ადამიანს, როდესაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ფული არ არის პრობლემა.